თუ დასრულდება უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში, საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას გაანახლებს. ასეთია მმართველი პოლიტიკური ძალის პოზიცია, გადაწყვეტილებაზე, რომელიც ხელისუფლებამ ევროსაბჭოს რეზოლუციის sapassukhot მიიღო. რეალურად თქვენ ხედავთ, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, არაფერს არ აქვს ფასი, არც სიმართლეს, არც არაფერს და ხედავთ, რამდენად აბსურდული ჩანაწერები შეიტანეს მათ იმ რეზოლუციაში, რომელიც დამტკიცდა დაახლოებით 140 ხმით. აქედან გამომდინარე ასეთი ასე ვთქვათ უსამართლობის პირობებში, ასეთი პრობლემების პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზრი აქვს დაკარგული და აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ ალტერნატივა გადაწყვეტილება მუშაობის შეწყვეტის თაობაზე. თუ დასრულდება ის უსამართლობა, ის არასწორი მიდგომა, ის პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში, რასაც ხედავთ, ბუნებრივია ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მუშაობას, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავითარას ვერ ხედავთ. ამავე თემაზე გავაკეთოთ, უკრაინელი შეხვდა ძალიან დადებითად წარზე იმით, ასე რომ ვთქვათ, ამ გადაწყვეტილებას თქვენი შეფასება ამის. ერთი ფაქტორიც მინდა რომ ასე ვთქვათ, გამოვკვეთოთ, თუ შეიძლება ერთ-ერთმა უკრაინელმა ჟურნალისტმა თქვა, რომ უშუალოდ ქართულ ოპოზიციასთან ერთად ამ პროცესზე მუშაობდა ევროსაბჭოში უკრაინელი დეპუტატი, უკრაინელი დელეგაცია, რომელიც იქ იმყოფება. რას ნიშნავს ეს, რა სურათს ხატავს, როცა ასე რეალურად ეს იყო კოლექტიური გონჩარენკოების გადაწყვეტილება და ზოგადად ძალიან ტრაგიკული მოვლენაა ის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ. თქვენ გახსოვთ მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა გამოვხორციელებინა სამხედრო შეტევა სოხუმზე და ცხინვალზე. ის პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ, ამას ვერ მიაღწია და ახლა ცდილობს, რომ რამენერად ამის გამო ჭყალებში დაგვსაჯოს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი და კიდევ ერთხელ, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ხედავთ ჩვენ ზოგადად პასეს საქმიანობაში, ასამბლეის საქმიანობაში და ასევე კონკრეტულად მის რეზოლუციებში. ეს ოპოზიციაც არიან კოლექტიური გონჩარენკოები, არაფერი განსხვავება არ არის, მათაც უნდათ მეორე ფრონტი ვერ მიაღწიეს და ამის გამო არიან დღეს გაგულისებული, ისევე როგორც გონჩარენკო. აქედან არის გამომდინარე ყველა მათი ქმედება, ისინი არიან უბრალოდ უცხოელი აგენტები, ისევე როგორც გონჩარენკო და ისინი ასრულებენ დავალებებს, მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ შეასრულონ პატრონის დავალება და პატრონი არის განაწყენებული იმის გამო, რომ ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი. დანარჩენი ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი. ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით მინდა თქვენ პატრონერები, ისევ წინამორბედს აკრიტიკებენ, ამჯერად ცრუ აკმების და ცრუ მოლოდინების გავრცელებისთვის უკრაინის ომის კონტექსტში მარკო რუბიოს პატარა ციტატას გეტყვით, არაკეთილ ინდიციარი იყო ის, რომ რაღაცნაირად დავაჯერეთ ხალხს, რომ უკრაინა არა მხოლოდ დაამარცხებდა რუსეთს, არამედ მას მთლიანად გაანადგურებდა. აი, ამ შევაფასოთ. არ ვიცი, რამდენად შეძლებს საბოლოო ჯამში ახალი ადმინისტრაცია დიპ-სტეიტის სრულად დამარცხებას, მაგრამ რაც ხდება დღეს, უკვე ამისათვის ტრამპის ადმინისტრაციას მადლობა უნდა გადავუხადოთ. რეალურად, რასაც ჩვენ საუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად და ეს შემდეგ, ამ ყველაფერს ერთ-ერთში იმეორებს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლება. მათ შორის ეს ეხება უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს და ახლა უკვე ახალი ადმინისტრაციის განცხადებებს. თქვენ გახსოვთ, ამას ჩვენ ვამტკიცებდით 3 წლის განმავლობაში. იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია, რეალურად გაწირეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რისთვის ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი. ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შედეგის გარეშე შედეგი არის ერთადერთი. ეს არის განადგურებული უკრაინა, ეს არის ტერიტორიების 20% დაკარგული, ეს არის ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი დაკარგული. არაფერს ვამბობ, მთავარ ტრაგიკულ მოვლენაზე ეს არის 100,000-ობით დაღუპული უკრაინელი. ხო, რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი? ამაზე არავის არ აქვს, რა თქმა უნდა, პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, პასუხი არსებობს. ხო, იყო რაღაც გლობალური ინტერესები, უმახინჯესი, მანკიერი ინტერესები, რასაც შეეწირა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა და როგორც ბატონმა რუბიომ განაცხადა, დაახლოებით 100 წელიწადი, მთელი საუკუნე დაჭირდება იმას, რომ უკრაინა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რომელშიც ის იყო 2014 წლამდე. ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ჩვენი ქვეყანა გადავარჩენეთ ამ ტრაგიკულ მოვლენას. დღესაც იგივე ვითარება იქნებოდა, ხო? ანუ 3 წლის წინ ჩვენთან მოდიოდნენ ზუსტად ამ ტექსტებით, რომ აი უკრაინა იგებს ომს და თქვენ ეს შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან. ამას გვეუბნებოდნენ, დაახლოებით კარს მიღმა, როცა მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ.
ჩვენ გვქონდა თავშეკავებული პოზიცია და დღეს როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ასევე ბატონი რუბიოს განცხადებების ადასტურებს იმას, რომ ჩვენი მიდგომა იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული. Მოებით საგამოძიებო კომისიაზეც ვკითხავთ, შეიძლება ვიცით, რომ პარლამენტში გასაგაზაფხულო სესია იქნებოდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება და ამისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა. რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს, რა კონტურები გამოიკვეთა ხო ასე, ისე ვიცით მათი საქმეობა და ისინი ამბობენ, რომ არ ითანამშრომლობდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით, ისე რომ პარლამენტში არ არიან წარმოქმნილები ჯერჯერობით. რეალურად მათი დანაშაულები დევს ხელის გულზე და გახსოვთ რა ხდებოდა საქართველოში 2012 წლებში. ეს იყო იგივე ადამიანების კრულობა, 150 ადამიანი ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს. ეს იყო ადამიანების წამება ციხეებში რა ხდებოდა, ყველა ძალიან კარგად გახსოვდა, ყველამ ძალიან კარგად იცით ეს ყველაფერი ბიზნესის რეკეტი, ტოტალური ფორმა ქონდა მიღებული ბიზნესის რეკეტს. ტელევიზიების მიტაცება, თქვენ გახსოვთ რა მოხდა იმეთთან დაკავშირებით, რა მოხდა რუსთავიორთან დაკავშირებით, სხვა კერძო ტელევიზიებთან დაკავშირებით, ტოტალური მონოპოლია დაამყარეს მედიის სფეროში. ხო, ხელის გულზე არსებული დანაშაულებია და მთავარი დანაშაული მაინც არის რა თქმა უნდა 2008 წლის ომი, რის შედეგადაც საქართველოს დაკარგა ტერიტორიების 20% მოხდა ეგრეთ წოდებული აღიარება აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის 30000 ადამიანი იქცა დევნილად და 400-ზე მეტი ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ხო, ეს არის უმძიმესი დანაშაული, რისთვისაც უნდა დადგეს რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დევს ხელის გულზე, საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა იმისათვის, რომ მტკიცებულებების დონეზე ვაჩვენოთ ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის თუ რა უმძიმესი დანაშაულებები აქვს ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება. და მე ყველას კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, ევროკავშირის ელჩი, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი გამოდიოდა და ქართულ ხალხს უმტკიცებდა ასეთ რამეს, რომ ეს მწამებლები, მკვლელები, ომის გამჩაღებლები, ბიზნესის რეკეტიორები, მედიის მიტაცებლები თუ არ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში ქვეყანას არ აღირსებოდა ევროინტეგრაცია. რა შუაშია ევროინტეგრაცია და მკვლელები ყაჩაღები და ასე შემდეგ, ხო? საზოგადოებამ გამოიტანა თავისი დასკვნა და ამის გამო ის გაყვა არა ევროკავშირის ელჩის მოწოდებას, არამედ გაყვა სიმართლეს და სწორედ ამიტომ მიიღო ქართულმა ოცნებამ ხმათა 54%, ხოლო ეს მწამებლები, მკვლელები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ვერც ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ამაზე ვარ ჩვენ პასუხისმგებელი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით მასშტაბის პრეცედენტო ინვესტიცია პრინციპში პრინციპში და დამოკიდებელი საქართველოს სფეროში არ მოხდება. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რას მოუტანს ეს მოქალაქეებს, ქვეყანას, ბიზნესს. ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია, წარმოდგენა რომ შევიქმნათ, ჩვენი ეკონომიკის 18% შეადგენს 6 მილიარდი, ანუ რაზეც არის საუბარი ამ ინვესტიციის ფარგლებში და ეს ინვესტიცია განხორციელდება უახლოესი 5 წლის განმავლობაში, განხორციელდება 2 ლოკაციაზე, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ითვალისწინებს როგორც საცხოვრებელი სივრცეების შექმნას, ასევე სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ეს არის საგამომთბოლო ინფრასტრუქტურა, ეს არის სასტუმროები, ეს არის სამედიცინო ინფრასტრუქტურა, სპორტული ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რაც განხორციელდება 2 ლოკაციაზე, თბილისში და ასევე გონიოში და რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით ამ პროექტის დაწყებას და ერთ საინტერესო რამ რაც არის, როდესაც ემარ ჯგუფი ხელს კიდებს ხოლმე რაიმე პროექტს აუცილებლად მიყავს ბოლომდე ყველა დაწყებული საქმე სათანადო ვადებში და სათანადო ხარისხით. აქედან გამომდინარე ეს პროექტი არის საიმედო ხელში და ჩვენ მადლობელი ვართ რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორების იმისათვის რომ მათ გამოხატეს ასეთი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ისინი განახორციელებენ ამ მნიშვნელოვან პროექტს ჩვენს ქვეყანაში. ამ თემაზე მინდა გითხრათ რომ თქვენი ოპონენტები ამ ინვესტიციასთან დაკავშირებითაც ამბობენ რომ ეს არის ტყუილი ბლეფი, არანაირი ინვესტიცია არ შემოდის საქართველოში და რაღაცნაირად ესე წარმოაჩენენ მათ შორის მოქალაქეებისთვის რომ აი ამ დეზინფორმაციაზეც რომ გითხრათ. ამაზე ჩვენს არაბ პარტნიორებს ეცინებათ, მათ გაიხსენეს სხვათა შორის სერბეთის მაგალითი, სერბეთშიც დაიწყეს მსგავსი პროექტი რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით 6-7 წლის წინ და ის პროექტი სრულად განხორციელდა და როდესაც ეს პროექტი დაიწყო, ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა იქაური ოპოზიციის მხრიდან. რეალურად რატომ არის ეს მსგავსება? იმიტომ რომ იქაც და აქაც ამ რადიკალებს ყავთ ერთ და იგივე პატრონი და მათი ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ რამენერად შექმნან
ნიჰილიზმი, შექმნან რაიმე დაბრკოლება ქვეყნის განვითარებისთვის, თუმცა მას ვერ მიაღწევენ ბუნებრივია და საინტერესო დეტალი რაც გითხრეს, ის ოპოზიციონერები, რომლებიც სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ სერბეთში პროექტის მიმართ, ახლა ყიდულობენ ბინებს იმარის მიერ აშენებულ გორბოსებში. ასე მოხდება, მე მგონი ჩვენთანაც ეს არის რეალობა, რასაც თვალი უნდა გაუსწოროს, რა თქმა უნდა, რადიკალურმა ოპოზიციამ. გასულ წელს 9.5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ხოლო მშპ-ს რაც შეეხება დეკემბრის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა არის 6.7%. რამ განაპირობა და როგორია მოლოდინი? საქსტად ის მონაცემები გამოქვეყნდა, დაზუსტდა წლიური ეკონომიკური ზრდა, რაც არის 9.9%, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. ჩვენ გავასწარით 2023 წლის საკუთარ მაჩვენებლებს, მაშინ მქონდა ეკონომიკური ზრდა 7.8% და ახლა 9.9%, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები ეკონომიკური მიმართულებით. საქართველოს გასულ წელსაც გავიდა პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. არც ერთ სხვა ქვეყანას 9.9% ეკონომიკური ზრდა არ ქონია. ეს არის რა თქმა უნდა სწორი მენეჯმენტის შედეგი, სათანადო საინვესტიციო გარემოს შედეგი, კანონმდებლობის შედეგი, სათანადო საგადასახადო რეჟიმის შედეგი და ეს არის იმის შედეგი პირველ რიგში, რომ ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მომავალშიც მაქსიმალურად ვიზრუნოთ პირველ რიგში ეკონომიკურ განვითარებაზე, იმიტომ რომ ეკონომიკური განვითარება არის მთავარი გასაღები ყველა მიმართულებით, მათ შორის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების განვითარების კუთხით. ჰაკერების მიერ აი ბოლო კითხვა მაქვს ბოდიში და ჰაკერების მიერ ის გაწეხრილი ფონდების მიზნობრიობა ისე უცნობია, საუბარია 30 მილიონ დოლარზე. ეს ბუნდოვანება თქვენთვის აი რა არის მანიშნებელია? საინტერესოდ ვითარდება ზოგადად პროცესები, ჩვენ ვითხოვდით გრანტების საჯაროებას და გახსოვთ რამხელა ამბავი ატახეს ამის გარშემო, ხო, ორი რევოლუციის მცდელობა დაუკავშირეს ერთ მარტივ რამეს, რომ წელიწადში ერთხელ NGO-ებს უნდა გამოექვეყნებინათ ქართული ხალხისთვის ინფორმაცია მათი დაფინანსების შესახებ. ამას მოყავთ 23 წლის გაზაფხულზე რევოლუციის ერთი მცდელობა, ამას მოყავთ 24 წლის გაზაფხულზე რევოლუციის მეორე მცდელობა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში და იყო ასეთი ისტერიული პროცესები. თუმცა დღეს ხედავთ, რომ გარკვეული ნაწილი ამ დაფინანსების ხდება საჯარო. საინტერესო დეტალები ირკვევა. ყველაზე საინტერესო მაინც არის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლების განცხადებები ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ მათი წინამორბედები ამ გრანტებს, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად, რევოლუციის მოსაწყობად, ქვეყნის ასარევად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი. როგორც მოგეხსენებათ, დაფინანსება შეჩერდა 3 თვით და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დაფინანსება კიდევ დიდი ხნით გაჩერდება. ეს ყველაფერი წაადგება, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. არ შეიძლება გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის ცდილობები. თქვენ უკვე ახსენეთ, რომ დესტაბილიზაციის მცდელობა არაერთი იყო და ამაში აქტიურად იყვნენ ჩართული მათ შორის ორგანიზაციები, რომლებიც გარედან ფინანსდებოდა. ხო, მაგალითად ტრამპიც ამბობს, რომ ეს 90 დღიანი ვადამართი რომ კარგად მოიფულიან რა შეიხარჯებოდა მათი ფულები. დაუბრუნდეთ ისევ ამ კითხვას, როდესაც მოხდა ჰაკერული თავდასხმა, ხედავთ რომ კონკრეტულად საქართველოზე რა თანხა არის გაცემული, ან ეს თანხა რაზე შეიძლება დაიხარჯოს მიზნობრივ რა არის, კონკრეტულად არ არის ნახსენები. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რეალურად იმიტომ იმალება ეს თანხები და ანგარიშები, რომ მათ საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონდა და ამავდროულად აფინანსებდნენ იმ საპროტესტო აქციებს, რომელსაც ჩვენ მიმდინარე პერიოდში ვწვევთ. რა თქმა უნდა, ეს ასია, არავის არ მოუნდება ბუნებრივია ისეთი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, როგორც იყო კანვასის ტრენინგი. ხო, თქვენ გახსოვთ, მაშინ განსაკუთრებით შემოქმედებით სფეროს წარმომადგენლებს უტარებდნენ ტრენინგებს USAID-ის დაფინანსებით კონკრეტულად რევოლუციურ პროცესებთან დაკავშირებით, როგორ უნდა მიეყენებინათ ბულდოზერი სამთავრობო შენობებზე და ამ შემდეგ. ხო, ასეთ დეტალებზე იყო იქ საუბარი. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა ასეთი დეტალების გასაჯაროება, არავის არ უნდა იმის გასაჯაროება, რომ ყოფილი ხელისუფლება, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ხელისუფლება აფინანსებდა ჩვენს ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებს, აფინანსებდა არეულობას, რეალურად იყო რევოლუციის 4 მცდელობა 4 წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ Deep State-ი საბოლოოდ დამარცხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე შეიძლება მიდგომას
მიდგომა საქართველოს მიმართ. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ძალიან გვინდა მჭიდრო თანამშრომლობა ახალ ადმინისტრაციასთან და უფრო მეტი ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა-ბრუსულიდან განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული კონკრეტული შედეგები, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის. ამისათვის ჩვენ რა თქმა უნდა აქტიურად ვიმუშავებთ. ბატონო პრემიერო, სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხეთ და ასევე მინდა ვკითხოთ უშუალოდ სანქციების თემაზე. მორიგი ადრესატი ოპოზიციის მხრიდან ახლა სანქციების კუთხით არის დიდი ბრიტანეთი. მას თხოვენ, რომ სწორედ სანქციები დაუწესოს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს და გადახედოს საქართველოსთან პარტნიორობის საკითხს. ჩვენ ნახეთ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება უშუალოდ და პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ვინაიდან ეს თემა კვლავ აქტუალურია პოლიტიკურ სივრცეში, იქნება ამაზეც რომ გავკვეთოთ კომენტარით. ზოგადად ინგლისი, დიდი ბრიტანეთი არის ერთგვარი აკვანი დემოკრატიული, ასე ვთქვათ, ცივილიზაციის, დემოკრატიის აკვანი ვიღაცებს შეარატონი გონიათ ცივილიზაციის აკვანი, თუმცა სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე. ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი. როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად გაუგებარი. ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა, შეიძლება ითქვას. მადლობა.